ირაკლი კობახიძის ირონია თესეუსა და ტექნიკური უნივერსიტეტის მისამართით სინამდვილეში არა ლექტორების, არამედ საკუთარი ხელისუფლების აღიარებითი ჩვენებაა. ბატონო ირაკლი, როდესაც 13 წელია ქვეყანას მართავთ და დღეს აღმოაჩენთ, რომ ქართული უნივერსიტეტები ჰარვარდი და ოქსფორდი არ ყოფილა, ჩნდება მარტივი კითხვა. აბა ამ 13 წლის განმავლობაში რას აკეთებდით? ვინ ნიშნავდა ამ წლების განმავლობაში რექტორებს ODR-ის პრინციპით? ვინ აქცია უნივერსიტეტები პარტიული აქტივისა და თვითმმართველობების თავშესაფარად? ვისი პასუხისმგებლობაა განათლების სისტემის ის სტაგნაცია, რომელზეც ახლა თავადვე გქირქილებთ? ასევე მაინტერესებს ამ წლების განმავლობაში თქვენ არ ასწავლიდით თესეუში? გამოდის რომ აქამდე ამ ყველაფერზე თვალებს ხუჭავდით და გვატყუებდით? თქვენი ირონია იმ ლექტორების მისამართით, რომლებმაც მიუხედავად ამ ყველაფრისა პროტესტის გამოხატვა გაბედეს, მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ თქვენთვის განათლება არა ხარისხი, არამედ მორჩილებაა. თუ თესეუს ოქსფორდი არ არის, ეს პირველ რიგში თქვენი, როგორც ხელისუფლების მარცხია, რომელმაც მეცნიერებისა და განათლების ნაცვლად რესურსი პროპაგანდაში დახარჯა.